მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ ხველაზე, როგორ უმკურნალავთ ხველას. ხშირად ხველა რთული სამკურნალოა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა შეიძლება გადაიღოს ფილტრები და არაფერი არ კონდეს, სუფთა იყოს რენტგენი ან ტომოგრაფია, მაგრამ ხველა რჩება და ხშირად ადამიანები მწერენ ხოლმე, რომ აი ვერაფრით ვერ მოირჩინე ხველა. ამიტომ რა არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, ყველაზე ეფექტური კომბინაციები და სახლის პირობებში კიდე რისი გაკეთება შეგვიძლია ხველისთვის. დავიწყოთ ყველაზე ცნობილებით და ყველაზე ხშირად გამოყენებადით. ყველაზე ხშირად გამოყენებადი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ეფექტურია. ეგ არის ამბროქსოლი. ამბროქსოლი შეიძლება იცით, ძალიან ძველი წამალია და ამბროქსოლი რას აკეთებს? ნახველს ათხიერებს, ნახველს რო ათხიერებს, ადვილად ამოახველებს ამას ადამიანი, ასევე ნახველის და ლორწოს დინებას უწყობს ხელს, რომ ბრონქები და ამოვიდეს ზევით და ამოახველოს ადამიანმა და ასევე ფილტრების ფუნქციას, სურფაქტანტის წარმოებას აუმჯობესებს და რას ნიშნავს, რომ ფილტრებში გვაქვს ჩვენ პატარა ბუშტუკები, ან ფილტრები რომ შეხედო, პატარა ბუშტუკები, რომელიც ფართოვდება, იკუმშება და ამ გაფართოება შეკუმშვის დროს, რომ არ შეიკუმშოს და არ დარჩეს ესე შეკუმშული, მაგისთვის გვჭირდება სურფაქტანტი. ეს სურფაქტანტი რომ გამოიყოფა, რასაც ამბროქსოლი აკეთებს, ფილტვი აღარ იკუმშება და ამიტომ ფილტვის კოლაფსი არ ხდება. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წამალი არის მოკლედ ამბროქსოლი, განსაკუთრებით თუ ადამიანს ახველებს ნახველით, მაშინ ვიტყვით, რომ ძალიან მაღალი შეფასება აქვს, 10-დან 9. თუ ასთმა აქვს ადამიანს, მაშინ ნაკლებად ეფექტურია. თუ ქრონიკული ბრონქიტი აქვს, მეტნაკლებად მაინც ეფექტურია. გაციების გრიპის შემდგომ ძალიან ეფექტურია მოკლედ ამბროქსოლი. უსაფრთხოებაა ძალიან მაღალი აქვს, რამე მნიშვნელოვანი ისეთი უარყოფითი გვერდითი ეფექტი, სერიოზული არაფერი არ აქვს, მსუბუქი გვერდითი ეფექტი შეიძლება ქონდეს ნებისმიერ პრეპარატს. ძალიან იშვიათად შეიძლება რაღაც კანზე რეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ ძალიან იშვიათია რა. რამე ისეთი მნიშვნელოვანი რომ აი ორგანიზმს ავნოს, ეგეთი არაფერი არა, 30-დან 75 მგ-მდე მიღება შეიძლება დღის განმავლობაში 2-3-ჯერ. შეიძლება საჭმლის გარეშეც ან საჭმელთან ერთად. ზოგადად საჭმელთან ერთად ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს და ამიტომ ხშირად იყენებენ საჭმელთან ერთად. კარგად შესწავლილი არის თუ არა? არის. კარგად შესწავლილი არის ამბროქსოლი, დაახლოებით 10-დან თუ ვიტყვით, რომ 10 არის საუკეთესო შესწავლილი, სუპერ შესწავლილი წამალი, ამბროქსოლი იქნება 10-დან 8. ანუ ძალიან კარგად შესწავლილი წამალია მოკლედ. მეორე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი არის გუაინფენეზინი და გუაინფენეზინი ერთ-ერთი კიდე პოპულარულია ძალიან და მისი ყველაზე მთავარი მახასიათებელი არის მოკლედ, რომ ამოსახველებელი საშუალება რას ნიშნავს? მოკლედ, ზოგჯერ არის, რომ ნახველი არის წებოვანი და ვერ ამოდის კარგად ბრონქებში, იმიტომ რომ ეკრობა ბრონქებს. და ამისთვის ეს გუაინფენეზინი უკავშირებს წყალს ამ ნახველს და ადვილად ამოახველებს ამას ადამიანი. და ესეც, გრიპი გაციების დროს ერთ-ერთი კარგია, ასთმური თუ აქვს ადამიანს ხველა, ან რაღაც ალერგიული ხველა თუ აქვს, მან არაფერს არ გააკეთებს, პირიქით ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხელი შეუშალოს, რომ ეს ზედმეტად დაატენიანოს, თუმცა დიდად არც არაფერს არ აფუჭებს, მაგრამ მოკლედ შვებას დიდად ვერ იგნოს, მაგრამ თუ ადამიანს აქვს აი გრიპი გაციების შემდგომი ხველა ისევ, მაშინ გუაინფენეზინი ერთ-ერთი საუკეთესოა მანდაც. უსაფრთხოება ძალიან მაღალი აქვს, 200-400 მგ-ის განმავლობაში მიიღება დღეში 4-ჯერ, ბევრ წყალთან ერთად, წყალი აუცილებელია, რათა ეს ბრონქები დაატენიანოს. და ძალიან მაღალი უსაფრთხოება აქვს. რამე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აქვს. როცა ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, გულისხმობ საშუალო იმ დოზებს, რა დოზებშიც ვამბობ, თორემ ნებისმიერმა წამალმა ძალიან მაღალ დოზებში ადამიანის ორგანიზმს ავნებს. გუაინფენეზინი არის ერთ-ერთი კარგად შესწავლილი წამალი, 10-დან 9-ს მივცემდი და გაიდლაინებში ძალიან აქტიურად ზის თითქმის ყველგან. მოკლედ, ამბროქსოლისგან განსხვავებით, მაგალითად, ამბროქსოლი არის უფრო ევროპაში პოპულარული, ამერიკაში ნაკლებად, მაგრამ ევროპაში მეტად. გუაინფენეზინი არის ყველგან პოპულარული.
მესამე, ხო, რაც მთავარია კომბინაციები შეიძლება, ანუ ამბროქსოლი გვაინფენზინი ერთად შესაძლებელია ყველას შეამსუბუქებს უფრო მნიშვნელოვნად. ორივე უფრო მეტად გამოიყენება, როცა ადამიანს აქვს სველი ხველა ან ნახველიანი ხველა. ორივე უფრო მეტად. უფრო მშრალისკენ, უფრო გვაინფენზინი გამოიყენება. თუ ადამიანს სრულად მშრალი ხველა აქვს, ამბროქსოლის უპირატესობა იქნება ძალიან მცირე. ძალიან ცოტა. მესამე არის აცეტილცისტეინი, მოკლედ აცეტილცისტეინი მე ძალიან ბევრი მაქვს ნასაუბრები და ერთ-ერთი საუკეთესოა განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ქრონიკული ბრონქიტი, ან ქრონიკული ბრონქიტი, ვისაც ქრონიკულად ვისაც ახველებს ხოლმე, განსაკუთრებით თუ მწველები არიან, ან ასაკიანი ადამიანები არიან, ან ნახველიანი ხველა აქვთ, ასეთ ადამიანებში აცეტილცისტეინი ერთ-ერთი საუკეთესოა, იმიტომ რომ ძლიერი ანტიოქსიდანტია ძალიან. და ამავდროულად ათხიერებს ნახველსაც და იცავს ბრონქებს და იცავს ფილტვებს. მოკლედ მნიშვნელოვანი დადებითი მხარეები აქვს აცეტილცისტეინის, აცეტილცისტეინი ACC რო არის ესე, მაგრამ ვისაც უნდა ჯობია რომ ჯამში გამოიწეროს ამერიკიდან, ამაზონიდან მაგალითად აცეტილცისტეინი ბევრად უფრო იაფი გამოდის თან და ხარისხიც არის მეტი გარანტიები იდეაში რომ ხარისხიანი იქნება. შესაბამისად მე ესე ვიქცევი ხოლმე როცა მჭირდება რაღაც ეს დანამატები როცა მჭირდება ძირითადად ვიწერ ხოლმე. ხო, რაც შეეხება დოზირებას 600-დან 1200 მგ-მდე დღის განმავლობაში, ესეც შესაძლებელია საჭმელთან ერთად ან საჭმლის გარშე, საჭმელთან ერთად ჯობია. მოკლედ წამლების უმეტესობა თუ კი არა სხვანაირად მითითებული, საჭმელთან ერთად როგორც წესი შესაძლებელია. თუ არა მითითებული რომ მაინც უნდა დალი უზმოზე ან უნდა დალი რაღაც მოშორებით და აზრი ის არის ხოლმე რომ საჭმლის მონელებელ სისტემას აღიზიანებს ნაკლებად, როცა საჭმელთან ერთად იღებ პრეპარატს. უმეტესად ეფექტურია. არის თუ არა კარგად შესწავლილია. ზის თუ არა გაიდლაინებში, ბევრ გაიდლაინში ზის აცეტილცისტეინი, ასე რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. ეხლა სახშირი გაკეთება შეუძლია ადამიანს. ორი მარტივი რეცეპტია. ერთს ვიტყოდი ჯინჯერი თაფლით. ჯინჯერი არის იგივე კოჭა იყიდება კიდევაც და ჯინჯერის ჩაებიც იყიდება. მოკლედ ორივენაირად შესაძლებელია. ჯინჯერის ჩაის გააკეთებ, თუ კი უბრალოდ კოჭას იყიდი, მაშინ დაჭრი და ერთ ნაჭერს ჩააგდებ წყალში, ადუღებულ წყალში ჩააგდებ და 10 წუთი გააჩერებ, ან 15 წუთი გააჩერებ. რასაც გამოუშვებს, იმაში ჩაამატებ თავს, ერთ კოლს ან ორ კოლს თავს ჩაამატებ, თაფლი რა თქმა უნდა ნატურალური უნდა იყოს, ხვანაირი არ განიხილება. და დალევ. თაფლს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, ანტივირუსული მოქმედება და არა ძლიერი, მაგრამ სუსტად გამოხატული, მაგრამ საკმარისი იმისთვის რომ ხველას უშველოს და ასევე თაფლი ხახის მიდამოს გადაეკვრება თხელფენად და ეს თხელფენა იცავს და ნაკლებად აღიზიანებს. ამიტომ არის რომ ვისაც ახველებს ხოლმე უმშვიდებს საჭმლის მონელებელ სისტემასაც და სასუნთქ სისტემასაც ამშვიდებს თაფლი და ამ ხრივ არის კარგი. რაც შეეხება ჯინჯერს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ანთებას, რომელიც ასევე ეს ანთება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც აღიზიანებს მე ნერვებს და მე ადამიანი ახველებს და ანთებასაც ამცირებს. ამიტომ ჯინჯერის და თაფლის კომბინაცია, ჯინჯერის ჩაი და თაფლის კომბინაცია ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. თაფლი ცოტა რო გაცივდება ეს ჩაი, მე უნდა ჩაასხათ თაფლი, რომ თაფლი შეიცავს ფერმენტებს და ეს ფერმენტები შეიძლება დაიშალოს სიცხეში და ცხელ ტემპერატურაზე და ნაკლებ ეფექტური იყოს თაფლი, ამიტომ ეს რო არ მოხდეს, რომ შეგრილდება, მე ჩაასხით, თლად ცივით დალევა არ არის ასურველი, თბილი უნდა იყოს, მაგრამ არა ცხელი. თაფლი მაშინ უნდა ჩაამატოთ. მეორე ვარიანტი არის ლიმონიანი ჩაი, ლიმონი და თაფლის ნარევი თბილ წყალში, ისევ არა ცხელ წყალში, მაგალითად 1 კოზი გაწურული ლიმონი, 2 კოზი თაფლი და წყალი, 1 ჭიქა წყალი და ორჯერ სამჯერ დღეში მათი დალევა შეიძლება, მოკლედ ორივესი შესაძლებელია და ეს ყველაფერი კიდე ამბროქსოლთან შეიძლება კომბინაციაში, გვაინფენეზინთან შეიძლება და აცეტილცისტეინთან შეიძლება. ის სამივე კიდე ერთმანეთთან კომბინაციაში შეიძლება. მოკლედ თუ ადამიანს აქვს საჭიროება
აი ეს ზევით რაც ჩამოთვალე, ყველაფერი ერთმანეთთან კომბინაციაში შესაძლებელია, თუმცა რა თქმა უნდა არნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ყველა წამალი ერთდროულად მიიღოს, მაქსიმუმ 2-3 კომბინაცია არის ხოლმე სასურველი, მეტი არა. შემდეგი კვერსეტინი არის შემდეგი პრეპარატი. ახლა კვერსეტინი რას აკეთებს? ერთი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ასევე არის რომ პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორია და ალერგიული ხველავისაც აქვს, მოკლედ მათთვის არის საუკეთესო რა. აი ასთმური ხველავისაც აქვს, ალერგიული ხველავისაც აქვს და გრიპი და გაცეების დროსაც შესაძლებელია, მაგრამ შედარებით ნაკლებად. ყველაზე მეტად ეს უფრო აქეთ არის. ანუ აი ზევით რა ჩამოთვალოთ, ყველაფერი აბსოლუტურად ძალიან კაია გრიპი გაცეების დროს. ეს აცეტილცისტეინი არის უნივერსალი, მოკლედ, თითქმის ყველანაირი, ვისაც ბრონქების პრობლემა აქვს და ფილტვების პრობლემა აქვს, თითქმის ყველასთვის კარგია, იმიტომ რომ ფილტვებს იცავს, ბრონქებს იცავს და თან ამოხველებას აუმჯობესებს და ანტიოქსიდანტია ძლიერი. კვერსეტინს რაც შეეხება, კვერსეტინი უფრო მეტად ალერგიული ადამიანები, ვინც არიან 500-დან 1000 მგ-მდე დღის განმავლობაში იყოფა დოზა, ორჯერ მაგალითად. კვერსეტინი, საშუალოზე კარგადაა შესწავლილი, მაგრამ რო ვთქვათ, რომ ძალიან სასწაულად შესწავლილი ასე არ არის. და გვერდი ეფექტებიც რამე მნიშვნელოვანი ისეთი არაფერი არ აქვს, მაგრამ მაინც შეიძლება ქონდეს რაღაც თავის ტკივილი, დაბუჟებები, ამიტომ კვერსეტინი მოკლედ ზედმეტად არ უნდა გამოიყენო, თუ უფრო ალერგიული ასთმური ტიპი არ არის ადამიანი. დიდად სასურველი არაა მისი გამოყენება, თუმცა თუ ალერგიული და ასთმურია, როგორც ბუნებრივი საშუალება, ერთ-ერთი საუკეთესოა. შემდეგი არის მაგნიუმი. მაგნიუმს რაც შეეხება, რას აკეთებს მაგნიუმი? გლუკუნთებს ადუნებს ბრონქებში და ბრონქების გაფართოებას უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებით გულმკერდის მიდამოს შებოჭილობის შეგრძნება ვისაც აქვს ხოლმე, აი ეგეთი ადამიანები, ვინც უფრო ალერგიულები, ასთმურები, სიცივეზე რო გადიხარ და ბრონქოსპაზმი რო გემართება, სპაზმური ხველა ვისაც აქვს, მაგათთვის მაგნიუმი ერთ-ერთი საუკეთესოა. 200-დან 400 მგ-მდე დღის განმავლობაში ასთმური ხველა, სიცივით გამოწვეული ხველა და ესეთ შემთხვევებში საუკეთესო კარგია. და გრიპის და გაცეების დროს დიდი არაფერი, მაგრამ ცუდიც არ არის. ხო, შესაბამისად მაგნიუმიც, მაგნიუმი ძალიან კარგადაა შესწავლილი ჯამში, უსაფრთხოა, ოღონდ ძალიან მაღალი, ანუ 200-400 მგ დღის განმავლობაში, მეტი არ არის სასურველი და იმ ადამიანებთან, იმ ადამიანებმა სიფრთხილს უნდა გამოიყენონ, აქ მნიშვნელოვანია, ვისაც თირკმელების პრობლემა აქვს. ეგ მნიშვნელოვანია ძალიან, თუ თირკმელების პრობლემა აქვს, აუცილებლად მაგნიუმის მიიღებს, ექიმს უნდა კითხოს, თუ მნიშვნელოვანი პრობლემა არ აქვს, მაშინ არ არის პრობლემა. შემდეგი დანამატი არის ბოსველია სერატა, ესე ქვია ბოსველია და ეხლა ეს რას აკეთებს? ეს არის ლეიკოტრიენების პროდუქციას ამცირებს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, მოკლედ ანთების და აი ასთმური ტიპი ვინც არის, ალერგიული ხველავისაც აქვს, ასთმური ხველავისაც აქვს, ბრონქოსპაზმი ვისაც აქვს, მაგათთვის არის მოკლედ ეს ბოსველია, ერთ-ერთი პოპულარულია სხვათა შორის და დაახლოებით 300-დან 500 მგ-მდე მიიღება ხოლმე დღის განმავლობაში, მიიჩნევა უსაფრთხოდ, რამე მნიშვნელოვანი ის არაფერი არ აქვს, მთავარია რომ ხარისხიანი იყოს და რამე განსაკუთრებული გვერდი ეფექტიც არ აქვს. მიიჩნევა უსაფრთხოდ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს და განსაკუთრებით აი ქრონიკული ხველავისაც აქვს, ქრონიკული ბრონქიტი, ქრონიკული ასთმა და ესე ასთმა ქრონიკული დაავადება, ისეაც, მაგრამ იმას გულისხმობ რა, რომ ქრონიკულად შეწუხებული ვინც არის ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესოა მაგ შემთხვევაშიც. შემდეგი არის ფორსკოლინი, ფორსკოლის ეძახიან ზოგჯერ კოლეუს ფორსკოლის, მაგრამ ფორსკოლინად იძებნება ყველგან და ფორსკოლინად არის ცნობილი, ფორსკოლინი ეს. და ეხლა ეს რას აკეთებს? ეს არის ციკლური ამეიფის დონეს ზრდის და ბრონქების გაფართოებას იწვევს, ანუ ესეც მცენარეულია, ბრონქების გაფართოებას იწვევს და ძალიან
ერთ-ერთი საუკეთესოა იმ შემთხვევაში თუ კი ადამიანს აქვს ბრონქოსპაზმი. ეს აი ასთმური, ალერგიული სიცივეზე რეაქცია ვისაც აქვს და ეგეთი ყველა ვისაც აქვს და სადაც კი შეიძლება ბრონქოსპაზმი იყოს და ხველაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ბრონქოსპაზმი ზოგადად განსაკუთრებით მშრალ ხველებშიც და ასთმურ ალერგიულ ხველებში ძალიან მნიშვნელოვანია ბრონქოსპაზმი და მაგას ხსნის და ამითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოკლედ 125-დან 250 მგ-მდე მიიღება დღის განმავლობაში და სუროს ფოთლების ექსტრაქტი აი სუროს ფოთლების hedera helix ესე ქვია ჩემი ძალიან ლამაზი სახელი აქვს hedera ლამაზია და helix-ი არის რა ხო და ეს სუროს ფოთლების ექსტრაქტი მოკლედ აი გერმანიაში და ევროპაში ძალიან პოპულარულია და რას აკეთებს სპაზმს ხსნის ბრონქების სპაზმს და ათხრებს ნახველს მოკლედ ძალიან კარგი მოქმედება აქვს ალერგიulis დროს ბრონქოსპაზმის დროს ასთმური ხველა ვისაც აქვს და რაც მთავარია ანუ უმეტესად მოკლედ კომბინაცია შესაძლებელია ამების მიღება თუმცა რა თქმა უნდა წაიკითხეთ ინსტრუქციაც რამე სპეციფიკური შეზღუდვა არ იყოს გამოყენების წინ ყოველთვის ეგ მნიშვნელოვანია მაგრამ რამე ისეთი განსაკუთრებული შეზღუდვა არ აქვს ეფექტურია ეს სუროს ფოთლების ექსტრაქტი მთავარი ალერგიული არ იყოს ადამიანი მასზე და რამე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტებიც არ აქვს კარგად შესწავლილია ეფექტურია თითქმის ყველანაირი ხველის დროს თითქმის ყველა იმიტომ არის რომ აი გერმანიაში და ეგეთ ქვეყნებში ახველებს სუროს ფოთლების ექსტრაქტი ხშირად ნიშნავენ ძალიან აი ესენი იყო რის თქმაც მინდოდა იმედია რომ გამოსადეგი იქნება ეს ინფორმაცია თქვენთვის იმიტომ რომ ყველა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მეორეს მხრივ თქვენ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ და ლაიქეთ და ამ მხრივ მხარი დამიჭერეთ მადლობა ინტერესისთვის